6:30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება მხატვრულ დოკუმენტური ფილმი ჰიროკრატია ტელეეკრანებზე ქვეყნის 9 წლიანი წარსული და ადამიანთა რეალური ისტორიები. ფილმის რეჟისორი გოგა ხაინდრავა უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. ბატონო გოგა, მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. ბატონო გოგა, რა ასახა გოგა ხაინდრავამ ფილმში? საინტერესოა, იმიტომ რომ ამას რატომ გეუბნებით? პატიმრების ნაწილი ამბობს, რომ რეალობა იყო გაცილებით მძიმე იმასთან შედარებით, რაც ფილმში არის ასახული, ამასთან შედარებით გაცილებით მძიმე. რას უამბობს მაყურებელს ეს ფილმი ჰიროკრატია და რა იყო ამ ფილმის გადაღების მიზანი? საღამოშტობისა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ეს ფილმი ასახავს ქართულ საზოგადოებას იმ წლებში, როდესაც ნებისმიერი ცივილიზებული საზოგადოებისთვის, ნებისმიერი ერისთვის, ვინც საკუთარ თავს პატივს სცემს და რამდენიმე ათასწლოვანი ტრადიცია და ისტორია გააჩნია, ყველაზე სამარცხვინო ეპიზოდს. ყველაზე სამარცხვინო ეპოქას, როდესაც პენიტენციალურ სისტემაში და არა მარტო პენიტენციალურ სისტემაში, მაგრამ განსაკუთრებით იმ სისტემაში აბსოლუტურად იყო დაკარგული ადამიანური სახე. ჩადიოდნენ ისეთ საქციელს, რომლის აღწერა შეუძლებელია ამ კითხვაშივე არის პასუხშივე არის პასუხი იმ კითხვაზე, რომ ნაწილი პატიმრების იძახის, რომ ის სისასტიკე ბოლომდე აღწერილი არ, რა თქმა უნდა, არ არის და ვერც იქნებოდა. იმიტომ რომ გააზრება იმის, რომ შეიძლება ახალგაზრდა უდანაშაულად თუ გინ რაღაცა დანაშაულის ჩამდენი ადამიანი ჩაიყვანო მორგში და მიაბა ცხედარს რამოდენიმე საათის და ხანდახან მთელი დღის განმავლობაში მიაჯაჭო. ამის გადაღება ძნელია და ამის წარმოდგენა ძნელია და ამის მოყოლა ძალიან ძნელია და რაც თავარია, მე ვფიქრობ, რომ ეს არ იყო ჩემი ამოცანა. ჩემი ამოცანა იყო დამეფიქრებინა საზოგადოება იმაზე, რომ ის რაც ჩვენ გავიარეთ, თუ ჩვენ არ გავიაზრეთ ბოლომდე, თუ არ შევიგრძენით ის ტკივილი, ის სირცხვილი, ის დაცემა, რომელიც დაემართა ჩვენ საზოგადოებას ამ წლებში, როდესაც ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ მსგავსი რამე ხდება ქართულ საპატიმროებში. იმიტომ რომ იქიდან გამოდიოდა ხმები, გამოდიოდა ხალხი, გამოდიოდა კნესა, გამოდიოდა ფოტოები, ტკივილი. მასალაც. ჟურნალისტებმა და მიუხედავად ამისა, ჩვენ ამაზე თვალს ხუჭავდით, ჩვენ ამაზე ხმამაღლა არ ვლაპარაკობდით, გარკვეული ჯგუფები მხოლოდ გარკვეული ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ გაეღვიძებინათ საზოგადოება, მაგრამ ჩვენ დემოკრატიის შუქურას ვზეიმობდით ამ დროს, ჩვენ ვზეიმობდით სამარცხვინო დამარცხებას ომში 12 აგვისტოს რუსთაველზე. ჩვენ ვზეიმობდით ევროპულ გზას და ევროპულ წარმატებებს, ფსევდოგზას და ფსევდოწარმატებებს. ჩვენ თავს უკრავდით ადამიანებს, რომელმაც აბსოლუტური ავანტყოფური ბოდვები განახორციელეს საკუთარ მოსახლეობაზე, საკუთარ ხალხზე. ჩვენ უნდა კარგად გავიაზროთ, რომ ისეთ პატარა საზოგადოებაში, როგორც არის საქართველო და ქართული საზოგადოება, ძნელი წარმოსადგენია, რომ რაიმე კავშირი არ კონდეს ერთ პიროვნებას მეორე პიროვნებასთან, ან ნათესაური, ან ახლობლური, ან ერთი კუთხიდან არიან, ან ერთი სოფლიდან არიან, ან ერთი ქალაქიდან არიან, ბოლო-ბოლო ერთი სამშობლო გააჩნიათ, ერთი ენა, ერთი სიმღერები, რომ აი ესეთი სისასტიკით უსწორდებოდნენ ერთმანეთს, მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი ავანტყოფის თავში იბადება ესეთი იდეები, ან რამოდენიმე ავანტყოფს უნდა, რომ გადააკეთონ ეს საზოგადოება და შექმნონ ახალი ტიპი. ეს არის ძალიან დამაფიქრებელი და მე როგორც ვზნობ, დაფიქრება ამ საზოგადოების არ მოხდა ამ თემაზე და ამის მშვენიერი მაგალითია ის, რომ წლიდან წლამდე არჩევნებში ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც არის დამნაშავე ორგანიზაცია და ეს ფილმი დაადასტურებს, რომ ეს არის დანაშაულებრივი ორგანიზაცია, სახელმწიფო სტრუქტურებში ადგილები ეთმობა, ხალხი დადის სურათებით, თუ უფრო სწორედ პლაკატებით და აპირებს, რომ კიდევ ერთხელ მიცეს რაღაცა შესაძლებლობა, რომ ის ადამიანები, ვინც შექმნეს ეს სისტემა, იყვნენ წარმოდგენილი საქართველოს. ვის განმოდიოდა ფილმის გადაღების იდეა? ფილმის გადაღების იდეა და ფილმის იდეა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს
და განახორციელა ეს პროექტი GDS-მა, რაზეც მე მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა, იმიტომ რომ აქ არ არის მხოლოდ ასე ვთქვათ, რატომღაც ამ ფილმზე სულ ლაპარაკი არის პოლიტიკურ კონტექსტში და ეს ესე არ არის. ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის პროექტი ქართულ კინემატოგრაფში. ქართულ კინემატოგრაფში, საბჭოთა კინემატოგრაფში შეიძლება ვთქვათ გიორგი სააკაძე მეორე მსოფლიო ომის პერიოდენდელი ფილმი ან ვთქვათ მომდევნო წლებში რამოდენიმე პროექტი, თუმცა მე არ ამგონია რომ მაინც ამ მასშტაბის ყოფილი იყო. დღეს ამ მასშტაბმა მე ვთვლი რომ აბსოლუტურად სხვა საფეხურზე აიყვანა ქართული კინო, მისი ორგანიზმი, იმიტომ რომ ამ პროექტში მონაწილეობდა უამრავი ადამიანი, ძალიან ბევრი. ამ პროექტში მონაწილეობდა 120 მსახიობზე მეტი, რომელიც პრაქტიკულად ჩვენ მთელი საქართველოს არაჩვეულებრივი მსახიობები, ამას იმის გათვალისწინებით ვამბობ, რომ დახურულ ჩვენებაზე ბუნებრივია მეც ვიმყოფებოდი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო გოგა. მე მაინტერესებს, მე პირადად ვნახე რა ხდებოდა იქ დარბაზში, იმ დროს, როდესაც ვიმყოფებოდი იქ. მე მაინტერესებს რა დაინახა გოგა ხაინდრავამ. როგორი იყო მაყურებელთა რეაქცია? ჩემთვის პირადად ძალიან მძიმე იყო. მე მინდა გითხრა, რომ რასაც ველოდი, ის დავინახე და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებაც ესე მიიღებს. რა თქმა უნდა, ნაწილი ამ ფილმის არ იქნება მარტივი საყურებელი. იმიტომ რომ ცდილობენ ისეთი შტაბეჭდილების შექმნას, რომ სულ ტანჯვაზე და ვაებაზე ეს ფილმი, ეგრე არ არის. რა თქმა უნდა, როგორც ნებისმიერი კინო და ეს არის კინო და უნდა მიუდგეთ ამას როგორც კინოს, ეს არ არის პოლიტიკური მოვლენა. ეს არის პოლიტიკური ტრილერი, მაგრამ ამავე დროს ამ ტრილერში არის გასართობი ელემენტებიც, არის ძალიან დიდი ხაზი დეტექტივის, ძალიან საინტერესოსი. ბოლო-ბოლო ეს ფილმი მოგონილია, ეს არის საავტორო უფლებები დაცული იდეა. ანუ ფაქტები, რომელიც ის შემთხვევები, რაც ფილმში არის გადმოცემული, ეს არის მოგონილი, ამას ამბობ. საქმეები რეალური, რომელიც ასე ვთქვათ, განიხილებაც. ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ ეს ფილმი ხერხემალი არის სასამართლო. სასამართლო მიმდინარეობს სასამართლო პროცესი, რომელზეც წარმოდგენილი არის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები, დაწყებული პრეზიდენტი, დამთავრებული ციხის უფროსებით და ეს არ არის რეალობა, ეს არის მოგონილი. იმიტომ რომ ესეთი პროცესი საქართველოში არ შემდგარა, თუმცა იმედი მაქვს რომ შედგება. ეს სრული ხომ არ არის გოგა ხაინდრავას სრული. ეს ყოველთვის იყო, მე არც მალავდი ამას, მე დავპირდი ნაციონალურ მოძრაობას და სააკაშოს რომ ნიურნბერგის პროცესს მოუწყობდი და მოუწყე. ოღონდ იმ ფორმით და იმ ხერხებით, რაც მე ხელმეწიფება, მე გულისხმევ ვარ რეჟისორი, მე არა ვარ არც იურისტი, არც მოსამართლე, არც გამომძიებელი და არც პროკურორი, მე ვარ კინო რეჟისორი. ბიძინა ივანიშვილმა და GDS-მა ტელევიზიამ მომცა შესაძლებლობა რომ განმეხორციელებინა ის იდეა რომელიც იმთავითვე ასე ვთქვათ მწიფდებოდა ჩემ თავში თუმცა მის მომწიფესა და განხორციელებას შორის ძალიან დიდი მანძილი იყო იმიტომ რომ ძალიან ბევრი იდეები მქონდა ამ წლების მანძილზე მაგრამ სამწუხაროდ მათი განხორციელება ვერ შევძელი GDS-მა მომცა ამის შესაძლებლობა და ისევე მეორებ GDS-ში განხორციელდა უპრეცედენტო მასშტაბის კინოპროექტი და ამაში საზოგადოება როგორც საქართველოში, ისა საქართველოს ფარგლებს გარეთ ძალიან მარლე დარწმუნდება, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის ნამუშევარი, არა ვთქვათ, ჩემ თავს იმით არ მოვკვდები თავდაბლობით მე, მაგრამ ამ შემთხვევაში ვლაპარაკობ იმ ძალიან დიდ ნიჭზე, ძალიან დიდ შრომაზე, ძალიან დიდ ენერგიაზე, რომელიც ჩაიდო ამ ნამუშევარში პირველ რიგში იმ ჯგუფის მიერ, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ჩვენ დღევანდელი დღის ასე ვთქვათ, მდგომარეობით გვაქვს 170 გადაღება დღე. ეს ნიშნავს 1 ოქტომბერს დავიწყეთ გადაღებები და 1 ოქტომბერს დავამთავრებთ გადაღებებს. ჩვენ ერთ წელიწადში გადავიღეთ 12 სრულმეტრაჟიანი ფილმი. 12 სრულმეტრაჟიანი ფილმი. 24 სერია 40 წუთიანი, ეს ნიშნავს 12 სრულმეტრაჟიანი ფილმი. ანუ გოგა არის წინასაარჩევნო პერიოდი,
და წინა საარჩევნო პერიოდში მოხდება ჰიროკრატიას ეთერით გასვლა. ამასთან დაკავშირებით აუცილებლად გითხავთ, თუმცა მანამდე არიან ადამიანები და ძალიან ბევრი კომენტარი, იგივე პოლიტიკური შეფასებები მოვისმინეთ ამ ფილმთან მიმართებაში ბოლო პერიოდში. მას შემდეგ განსაკუთრებით რაც დახურული ჩვენება გაიმართა და შემდეგ უკვე გაკეთდა იქ მყოფთა მიერ კომენტარები, ადამიანები არსებობენ, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მთელი ამ 9 წლის განმავლობაში არავითარ ძალადობას არ ქონდა ადგილი და ეს ყველაფერი არის გამოგონილი, შეთხსული და ვიღაცის მიერ გამოგონილი ამბები. იგივე მეორე ნაწილი ამბობს, რომ არ იყო საჭირო თუნდაც ამ ძალადობის ფილმად ჩვენება. რას ფიქრობს თავად გოგა ხაინდრავა? რატომ უნდა პირველ კითხვაზე პასუხს არ გაგცემთ უბრალოდ, იმიტომ რომ ეს სასაცილო ეხლა არ იყო ძალადობა საქართველოში, ვინც ამას ამბობს. ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დასაწვენია, იმიტომ რომ ან ვერ არის ნორმალურად, ან სხვა ქვეყანაში ცხოვრობდა და მაშინ მაპატიოს და არც ყური ქონდა, არც თვალი და საერთოდ არც კონტაქტი ადამიანებთან. იმიტომ ძალადობა საქართველოში რო იყო, ძალადობა მაგას ქვია და ეს თელმა მსოფლიომ იცის. მათ შორის აი უკანასკნელი წერილი იყო ამასთან დაკავშირებით El País-ი არის ესპანური გაზეთი, ყველაზე დიდი გაზეთია ევროპაში, ყველაზე დიდი ტირაჟი აქვს და იქ არის ძალიან დიდი სტატია ამასთან დაკავშირებით, საერთოდ მთელი მსოფლიოსთვის არის ცნობილი, რომ საქართველოში უსასტიკესი რეჟიმი იყო განსაკუთრებით ციხეებში. მეორე ნაწილი, ვინც ფიქრობს, რომ ეს არ უნდა ეჩვენონ, უნახავს. ეს არის ნებაყოფლობითი, არავინ არაფერს არ აძალებს, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ უამრავი ფილმი შეიქმნა ჰოლოკოსტზე, უამრავი ფილმი შეიქმნა ფაშისტზე, გერმანული, სხვათა შორის, ყველაფერსო თავი დავანებოთ, ერთ ფილმს გავიხსენებ, შინდლერის სია და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში და მთელ მსოფლიოში ძნელად წარმოსადგენია, რომ იპოვო კაცი, რომელიც იტყვის, რომ ეს ფილმი არ უნდა გადაღებულიყო. ეს ფილმი უნდა გადაღებულიყო, მეორე მსოფლიო ომის მერე ჰოლოკოსტზე გამუდმებით არის საუბარი და სწორია, ნაჩვენები არის ბევრად უფრო ამაზრზენი, ასე ვთქვათ, მოქმედება მასშტაბით გულისხმობ, თორე ხარისხით არაფრით, ასე ვთქვათ, არ უარესი არ იყო ვიდრე იმას, რასაც და მე არაერთხელ მithქვია, რომ ნაცისტურ ბანაკებშიც კი, ბუხენვალდში, ოსვენციმში, საბჭოთა ბანაკებში, რომელიც ასე ვთქვათ, უკიდეგანო რაოდენობის იყო მთელ არსად, იმ ფორმით წამება, რა ფორმითაც მამაკაცებს აწამებდნენ ქართულ ციხეებში, არ ყოფილა. ეს ფაშისტებსაც არ განაუგებია, ნაცისტებსაც არ გაუკეთებიათ, ბოლშევიკებსაც არ გაუკეთებია, არ მისულან იქამდე, რომ ხელკეტებით ეწამებინათ ადამიანები, კაცები. ესეთი რამე არსად არ ყოფილა, არც ერთ ციხეში მსოფლიოს მასშტაბით. მით უმეტეს, რომ ეს ხდებოდა რეგულარულად და ამას ჰქონდა ხერხის ხასიათი. ეს იყო ხერხი, რომლითაც ცდილობდნენ გაეტეხათ, გაენადგურებინათ და ხშირ შემთხვევაში აღწევდნენ ამას ადამიანები. ეს იყო დანაშაულებრივი სისტემა, დანაშაულებრივი რეჟიმი და სანამ ადამიანები, ქართველები ამას არ გაიაზრებენ, სანამ ყველა იმ კაცს, ვისაც ნაციონალური მოძრაობის პლაკატი უჭირავს ხელში, ვერ გაითავისებს, რა ამაზრზენ საქმეებს ჩადიოდნენ ეს ავანტყოფები, ეს ბოროტ მოქმედები, საკუთარი ხალხის, საკუთარი შვილების, მამების, დედების, ძმების წინააღმდეგ, მანამდე მე არ მგონია, რომ ამ ქვეყანას მაინც და მაინც კარგი მომავალი ჰქონდეს. ამიტომ აუცილებლად უნდა ნახოს საზოგადოებამ ეს, ყმაწვილ კაცებს უნდა ანახონ, ზუსტად ისე ახალგაზრდებს, როგორც ეს გერმანელებმა გააკეთეს, როდესაც სოფელ იარეს და სულ ყველა საჩვენეს რა ხდებოდა ოცვენციმში და ბუხენვალდში, სადაც ცოცხლად წვავდნენ ადამიანებს, გაზის კამერებში ისპოვდნენ ადამიანებს, სადაც ექსპერიმენტებს ატარებდნენ ადამიანებზე, მენგელე ცნობილი ექიმი და მაგრამ არანაკლებ ექსპერიმენტებს ატარებდა სააკაშვილი, ბოკერია, ბარამიძე, ის ადამიანები, ვინ სანდრა რულოვსი, რომლებიც ცდილობენ დღეს მაჟორიტარ დეპუტატებად არიან წარდგენილი და მათ შეხვედრებზე ხალხი დადის, სტაშს უკრავს და ამბობს, რომ აი ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ისინი ხელისუფლებაში. ყველა ვინც ამას ფიქრობს და ამბობს, დააბრუნებს იმას, რასაც დღეს ღამესთან 12-ის ნახევრიდან რის ყურებასაც დაიწყებს ყოველდღიურ რეჟიმში 1 თვის განმავლობაში და ვისაც ამის დაბრუნების იმედი აქვს, მე ვფიქრობ, რომ იმას ხვალინდელი დღე არა აქვს. რეალურად იცხოვრებს ალბათ ამ ქვეყანაში, მაგრამ
ხვალინდელი დღე იმას, რასაც დღე ქვია, ცხოვრება ქვია, მომავალი. ამ საკითხთან მიმართებაში, როდესაც იგივე სოციალურ ქსელში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იყო განხილვა და ძალიან ბევრი შეკითხვა დაისვა, ამ ყველაფერს უნდა დამტკიცება ერთ-ერთი არგუმენტი, თუ შეიძლება ასე ითქვას, სწორედ ეს იყო. კიდევ ერთი საკითხი, კიდევ ერთი ნაწილი და დეტალი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს არის ვლადიმერ ბედუკაძის ფაქტორი. პოლიტიკური განცხადებების გაკეთა ვლადიმერ ბედუკაძესთან მიმართებაში ნაწილი თუნდაც იგივე საზოგადოების ამბობს, რომ რომარა ბედუკაძე არ მოხდებოდა 2012 წელს, არ მოხდებოდა იმ კადრების, ციხის კადრებს გულისხმობ გავრცელება და გასაჯაროება. მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ ვლადიმერ ბედუკაძე დღეს უნდა იყოს მსჯავრდებული. რას აკეთებს ვლადიმერ ბედუკაძე თქვენთან და რა მონაწილეობა აქვს მიღებული აი ამ ფილმის გადაღებაში? ჩემთან ვლადიმერ ბედუკაძე არაფერს არ აკეთებს. ვლადიმერ ბედუკაძე რაღაც მომენტი, რაღაც პერიოდი კონსულტანტად ავიყვანე ფილმზე იმისთვის, რომ მას ჩემთვის და ჩემი ჯგუფის წევრებისთვის და განსაკუთრებით სცენარისტებისთვის დახმარებოდა, რომ ის რეალობა, რომელიც საჭირო იყო, რომ ჩვენ აგვედგინა, მაგრამ მარტო ბედუკაძე არ იყო, იქ სხვა თანამშრომლებიც ციხის იმათანაც მოქმედი თანამშრომლები არიან თუ ყოფილი მოქმედებიც, ყოფილებიც 18 კონსულტანტი მუშაობდა ამ ფილმზე. ასე რომ ბედუკაძეს არც იმაძე მეტი უქნიათ, არც იმაძე ნაკლები. ახლა ჩვენ მას ჰქონდა ჩანაწერები, სხვათაშორის მინდა გითხრათ, რომ საინტერესო ნიჩ მოკლებული არ არის ჩანაწერები, აღწერა იმ ციხის ყოველდღიურობის, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო და ამით შემოიფარგლა, ის არ მუშაობდა არასოდეს ჩვენ ჯგუფში, რამოდენიმეჯერ შევხვდით. და ის გვაწვდიდა, ასე ვთქვათ, სხვათაშორის ძალიან დიდი მასალა ჰქონდა ციხიდან გამოტანილი, ის აქტები, როგორ რა ხდებოდა, ნუ ძალიან ბევრი ამბავი, რომელიც საჭირო იყო იმისთვის, რომ აგვედგინა რეალობა გლდანის ციხის, სადაც ის მუშაობდა თითქმის 4 წლის განმავლობაში. რაც შეეხება პირველ ნაწილს, თქვენი შეკითხვა, ეს არის მტკნარი სიცრუე, არაფერ კავშირში ის, რაც 2012 წელს მოხდა ბედუკაძეს კადრებთან არა აქვს, იმიტომ რომ ამისკენ ქართული საზოგადოება მიდიოდა მძლავრად, რომ არა აბსოლუტურად არაადამიანური სისასტიკე, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაწყდებოდით ქუჩაში, ოპოზიციას გულისხმობ, აღარ ვიძახით ციხეზე და ეს ყველას კარგად ახსოვს 26 მაისი, 7 ნოემბერი, ეს აბსოლუტურად, სადაც ჯარს იყენებდნენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და იმ ღამის ახლა მოვლენებს აღარ გავიხსენებ, ამაზე დოკუმენტური ფილმი გაკეთებული. 200-250 კაცი გამოდიოდა პროტესტის ნიშნად საქართველოში და ეს პროტესტი იყო გამოდმებული. მე უბრალოდ იმდენად, ასე ვთქვათ, სადისტური მოქმედებები იყო გამოყენებული ქართული ხალხის წინააღმდეგ და ეს პროტესტი იყო ისეთი ძალე ჩახშობილი, რომ მადლობა ღმერთს ეს არ წირავს უფალი ამ ქვეყანას და ღვთისმშობელი ნამდვილად ფარავს ამ ქვეყანას და ჩვენ მისი წილხვედრი ვარ და ეს იგრძნობა ყველა ეპოქაში, ყველა დროს. მას მერე რაც ქრისტიანობა შემოვიდა საქართველოში და მას მერე რაც მან ითავა ჩვენი დაცვა ღვთისმშობელმა დედამ და მან არ დაუშვა ასე ვთქვათ, რომ ეს ბოროტი ძალა და მე რა თქმა უნდა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, რომელიც მოვიდა პოლიტიკაში, აბსოლუტურად უპრეცედენტო მოვლენა იყო მისი გამოჩენა და მან რეალურად მისი წინამძღოლობით ქართულმა ხალხმა გააკეთა ის, რისის შეძლება იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი სულ რამდენიმე ხნით ადრე. დაამარცხა ეს ბოროტება, რომელსაც ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა დასავლეთში, განსაკუთრებით იმ პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით, სადაც 3 მაგი, 4 მაგი, 5 მაგი სტანდარტები, ფარისევლობა, პოლიტიკური კორუფცია ძვინვარებს სამწუხაროდ და ამის შედეგია ის, რასაც ევროპაში ვხედავთ. იმიტომ რომ თუ კადაფი და ასადი არიან დიქტატორები, სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა ვერანაირად ვერ იქნება, იმიტომ რომ ის არაფრით არ ჩამორჩება, არ ძნით, არ ცხოვრების წესით, არც იმ სიბოროტით, რომელიც განახორციელა თავის ქვეყანაში და ეხლა აგრძელებს უკრაინაში. ზუსტად ის პოლიტიკური კონიუნქტურა და ის ბნელი ძალები აიძულებენ ეხლა ამჯერად უკრაინას, რომ ეს, ასე ვთქვათ, სამედიცინო დიაგნოზს თუ გავითვალისწინებ არაჯანსაღი ფსიქიურად ადამიანი წარმოადგენს უკრაინის ხელისუფლებას, რაც სრული ნონსენსი და აბსოლუტური გაუგებრობაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ის იძებნება მეგობარი ქვეყნის მართლმსაჯულების მიერ, ეგ საერთოდ გაუგებარია და გაუგონარია, მაგრამ არის მაკეინი, რომელიც თulis დღემდე ალბათ რომ სამწუხაროდ რომ
სააკაშვილი რაღაცა ფასეულობას წარმოადგენს, ეთყობა პირადად მისთვის, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ესე არ ფიქრობენ, ეგ ნამდვილად ვიცის. არის სახალხო პარტია ევროპის, რომლის საირუს ვოლსკი ხელმძღვანელი და მის წარმომადგენლები ჩამოდიან და ქართველ ხალხს შეურაცხყოფას აყენებენ და ეუბნებიან, რომ ვანო მერაბიშვილი არის პოლიტპატიმარი, ეს ჯოჯო, რომელმაც შექმნა ის სისტემა, რომელსაც თქვენ დღეს-ღამე ნახავთ და უგულავა, რომელმაც ათეულობით მილიონი მოპარა თავის მოქალაქეებს. ნუ რას იზავ, ესეთია დღეს მსოფლიო და ესეც შედეგს იმკისეს მსოფლიო. და იმკის ყოველდღიურად, იმ ტერორიზმში, იმ ასე ვთქვათ, გაუცხოებაში, იმ ადამიანების ნიჰილიზმში, იმიტომ რომ არ შეიძლება თეთრზე იძახდე შავს და შავზე იძახდე თეთრს. ძალიან დიდი მადლობა სამწუხაროდ ჩვენთვის განკუთვნილით რო რამდენიმე წუთია ამოიწურა 20-30 შეკითხვებს გოგა ხაინდრა ვაპასუხობდა ასეთი იყო 6 სექტემბრის 20-30 ყოველდღე 24 საათის განმავლობაში რეპორტაჟების და დღის ყველა სიახლის ნახვის საშუალება გააქვთ საინფორმაციო სააგენტო 20-30-ის გვერდზე 20-30 წერტილი ნიუს. მე მაკაცინცაძე ვარ, ხვალამდე გემშვიდობებით, დროებით.